ახლა კი შრომის ბაზარზე კონკურენციასაც გადავწყვეტთ, რომელსაც შრომის ახალი კოდექსი უნდა უზრუნველყოფდეს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთავრობა მას გვერდს უვლის და ასობით ადამიანს ახსნა განმარტების გარეშე, რასაც ახალი კოდექსი მოითხოვს, ათავისუფლებს და პოლიტიკური ნიშნით ანაცვლებს. სულ ბოლო ასეთი ფაქტი თავისუფალმა არჩევნებმა გამოავლინა, კერძოდ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საბუთებით დადგინდა, რომ ახალმა მერმა ერთ თვეში სამსახურიდან 150 კაცი დაითხოვა. ორგანიზაცია ზეწოლისა და კანონის დარღვევაზე საუბრობს. Მოვითხოვეთ მერიდან ინფორმაცია დაახლოებით 7 სექტემბრის ჩათვლით აგვისტოს დასაწყისიდან რამდენი პირი იქნა და რა საფუძვლით გაათავისუფლებული. შედეგი არის ის, რომ ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე 155 საჯარო მოხელი არის გათავისუფლებული და ამათგან 115-ს გათავისუფლების თაობაზე პირადი განცხადება აქვს დაწერილი. ძირითადად აქ საუბარია სპეციალისტებზე, ასე ვთქვათ, წამყვან სპეციალისტებზე, სამსახურის უფროსებზე, მათ მოადგილეებზე, მათ შორის მძღოლებზე და დამხმარე საშტატო ერთეულებზე. ამიტომ ეს ვფიქრობ, ეს სურათი საკმაოდ მასშტაბურია და მიუთითებს მასშტაბურ გათავისუფლებებს.